ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგიძლიათ თამამად გაიღიმოთ, რადგან დღეს ჩვენთან სტუმრად გადაცემაში მოვიდნენ სტომატოლოგები. აპლოდისმენტებით შევეგებთ. მოგესალმებით. თავი ისე იგძენით, როგორც საკუთარ კაბინეტში. ჩავეცდო. როგორ ახართ? კარგად, თავად. კარგად, მეც კარგად და მადლობა რომ მოწყდით საქმიანობას და მოხვედით რომ ღამის შოუში მიიღოთ გაღიმებაში ადამიანების წვლილი. სხვათა შორის ძალიან გაქვს ჩვენი პროფესიები ერთმანეთს. თქვენ ზღიმილზე ზრუნავთ ადამიანების და ჩვენც რა, შესაბამისად ეგეთი ამბავია. თუმცა ამ შემთხვევაში შევეცდები რომ მე გაგაღიმოთ თქვენ და ზოგადად ჩვენ გაგაღიმოთ, იმიტომ რომ საჭიროა ასეც ხო? ეხლა მარტო თქვენ ხო არ უნდა იზრუნოთ თქვენ ზღიმილზე, კაცო. ჩვენც ხო უნდა ვიზრუნოთ თქვენ ზღიმილზე და შესაბამისად ამას შევეცდებით. აბა როგორ მიდის საქმეები, რა ხდება ქვეყნის კბილებში, როგორ არის ამბები ხო? რანაირად და იკითხო ეს ქვეყნის მასშტაბით, მშვიდობა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით კბილების მიმართულებით. აბსოლუტურად, ძალიან კარგი. სხვათა შორის ახლა დააღინიშნოს ისიც რომ გოგონებო თქვენ ისე კარგად გამოიყურებით, არ ამგონია ვინმესთვის, რომელიმე პაციენტისთვის დაგჭირდეთ იმის თქმა პაპირი გააღე, რომ მოვლენ, ანუ გამორიცხულა თავისით ესე აიმე სიამოვნებაა. ეგეც გჭირდება ხოლმე, მაგრამ ხო, გჭირდება ხოლმე. ხან იშვიათად ალბათ. როგორც ვიცი, სამივე დაწინაურებული ხართ იმ თვალსაზრისით, რომ ჯიმის მეზობლები ხართ. ვაგეს ბედნიერება. გაქვთ ეგ ბედნიერება. ბედნიერება, ხო, ალე? ხო, არა, მე მაინც დავაზუსტე. როგორც სტომატოლოგს და როგორც მეზობლებს, ისე მინდა გკითხოთ, ჯიმი ორკბილ ნიორზე თუ გადმოდის ხოლმე თქვენთან? იცის რომ არ გვაქვს. ორკბილზეც გადმოდის ხოლმე. ორკბილზეც გადმოდის და ორკბილ ნიორზეც, ხო? კი ბატონო, გასაგებია. დავიწყოთ ახლა ინდივიდუალურად, ყველასთან რამდენიმე შეკითხვა მექნება. სალომე. მოგესალმები. სალომე, ჯაჭვლიანი. დიახ. სვანი სტომატოლოგი. გახლავართ. კი ბატონო. სცენარს განახერებ თუ გინდა და რომელიმე ხუმრობა თუ არ მოგეწონება, შეგიძლია ამოიღო შენ თვითონვე შარისთავი არა მაქვს ნამდვილად სვანთან ეხა მე თუ შეიძლება გაქვს. ანესთეზიის გარეშე შეგიძლია თან ამოღება, ხო იცი? ხო, მე კბილებს არ ვიღებ, მაგრამ რამე კი შევიდე. ხო, ნუ კი ბატონო. ისე სვანებზე ანეკდოტების მოყოლის გამო პაციენტისთვის ჯანსაღი კბილი რაღაცა თუ ამოგიღიათ, მაგრამ არ ვიღებო კბილებსო, ხო? თქვი აბა რას შვებით ზუსტად? ორთოდონტი ვარ. თანკულას ვასწორებ. ასწორებთ. დიახ. ხო და მაშინ ჯანსაღი კბილი თუ გაგისწორებიათ? მაშინ ასე გითხავთ, აბა. უკვე გასწორებული უკვე გასწორებული კბილი თუ გაგისწორებიათ? არა, ვცდილობ პაციენტები დავიღო. ხო, მოყვა ისეთი ანეკდოტი სვანებზე, რომ არ მოგეწონა და რაღაცა და მაგის გამო დასაჯი ამით. სხვათა შორის არასდროს არ მიყვებიან ეთქო იცი. ისე გაქვს სვანური ხასიათი ზოგადად? კი. და ჩემი მგონი სვანებს არ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტთან შენი სვანური ხასიათი გამოგიმჟღავნებია? მაქსიმალურად ვიკავებ. მაქსიმალურად ვიკავებ ხოლმე თავს, გასაგებია. თუ მაინტერესებს სალომეს სვანებს კარიესი თუ აწუხებთ? თუ სვანების შემწუხებელი ჯერ არ დაბადებულა და არ მოვლენილა, ხო? არა, ხო? არა აწუხებ. გასაგებია. ძალიან კარგი. სოფო. მოგესალმებით, სოფო დავალიშვილი. კი ბატონო. ქუთაისი. შენ გენაცვალე, ძალიან კარგი. სტომატოლოგ ორთოპედი. დიახ, გახლავართ. ანუ კარგი ორთოპედი კბილებს ათეთრებს, ხო? და ცუდი ორთოპედი, სტომატოლოგ ორთოპედი რა შვება? ფულსათეთრებს. ფულსათეთრებს. ფულსათეთრებს ცუდი სტომატოლოგ ორთოპედი, კი ბატონო. მე დღეს კარგი სტომატოლოგ ორთოპედი მყავს მეგობრებო სტუმრად. ერთი სტომატოლოგიურ ფილოსოფიური შეკითხვა მექნება შენთან. შეიძლება? ძალიან. სიბრძნის კბილი ადამიანის განათლებაზე რაიმე ზეგავლენას ახდენს? აბსოლუტურად არა. ანუ განსაზღვრავს მაგალითად? არ განსაზღვრავს, არა. არ განსაზღვრავს. ანუ სიბრძნის კბილი გაქვს თუ არა, ეს არ განსაზღვრავს განათლებას. შენი სიბრძნე არ განისაზღვრება. არ განისაზღვრება? ძალიან მომეშვა. ქუთაისელი ხარ, როგორც აღნიშნე დასაწყისში და აი მაინტერესებს ახლა ალბათ ქუთაისელი პაციენტებიც იქნებოდნენ, ხო? კი, რა თქმა უნდა, მრავლად. ხო და თუ მოგისმენია ესეთი ხუმრობა ხშირად, ეგი ბრეკეტებია თუ ჯაჭვის ხიდი რამხელა, ანუ რაღაც ამნაირი სტილის ხუმრობები ვთქვამთ ხოლმე? კი, რა თქმა უნდა. ეგი რაიას. ეგი რაიას, გეიწელა იმასა, თეთრი ხიდივით და ჯაჭვის ხიდივით და ასე შემდეგ. კი. ხო? ისე ქუთაისელ პაციენტს კბილის ამოღების დროსაც თუ შეუძლია ლაპარაკი. რა თქმა უნდა, აუცილებლად. მაგის გარეშე თავისთავად. არანაირი პროცედურა არ ტარდება საუბრის გარეშე, რა თქმა უნდა. პარალელურ რეჟიმში ხდება. პარალელურ რეჟიმში ხდება ყველაფერი. თავისთავად. კი ბატონო. კიდევ ერთი ქუთაისელი გვყავს დღეს სტუმრად, ვალერი ჟოჟოლიანი, მოგესალმებით ვალერი.
ესე იგი, ისე ორი საუკეთესო ქუთაისელი სტომატოლოგი დღეს სტუმრად ყავს გადაცემაში და დარჩა ჩემი ქალაქი ექიმის გარეშე და რაღაცა მასქენით ახლა ხოდა არის იქ ვინმე ისეთი ვინ შეიძლება მიაქციოს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მომეშვა ხო, იმიტომ რომ ბებიაჩემის ზარი შემოდის და მეთქი რაღაცა მაგამ პრობლემა ხო არა. ანუ ესე არიან იქაც და გასაგები, კარგი. ვალერ, ქუთაისელ კაცს კბილი რომს ტკივა. მარტივად აღებს პირს თუ სანამ კაი გოგო არ შეივლის მანამდე გამორიცხული რო გააღებინა. არა, მარტივად არა. მარტივად არა, ხო? არა, მარტივად არა. ანუ ისე ქუთაისელთან უფრო უჭირს თუ პირიქით უფრო ადვილდება ქუთაისელ ექიმს ქუთაისელ პაციენტთან. არა, რა თქმა უნდა, უფრო ადვილია. უფრო ადვილია, რა თქმა უნდა. აი მაგალითად ეს კომუნიკაცია და მარტივად. მაგალითად ესეთ შემთხვევაში თუ ყოფილა რომ არ აღებს თავშოთ პირს პაციენტი ან ტკივა ან ეშინია რაღაცა და ქუთაისურად ვიდეო ის რო არის, ხო ისი ჩვენი გიზოიას ბოში გათხოვთ. კაი, და ეგრევე, ანუ ეგეთი ამბავი, ანუ თუ გამოგიყენებია ოდესმე, თუ რა თქმა უნდა, ესეთებიც არის. ესეთებიც არის ხოლმე. ანუ ქუთაისის პაციენტი არ არის, რომელიც პირს არ აღებს გამო. ხო, ეგრევე იწყებს ლაბარაკს, ხო, რა თქმა უნდა. ვალერის აქ ძალიან საინტერესო ისტორიები როგორც ყოველთვის ეს და ხო. მე ვალერის ისტორიაზე თქვენ არ გაქვთ გოგონებო? ჩვენ ხუმრობთ ხოლმე. ანუ ერთი ისტორია უნდა მოვიყვეთ. აბა? რამდენიმე წლის წინ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ვართ, ესეთი კონფერენცია არის ხო. და საღამოს კონფერენციის შემდეგ ჩავედით ბარში. და ისმის ხმა რომ აი ჩემი ექიმი, ჩვენი ექიმი, მივხვდი ქართველები არიან. გამიხარდა, შევხედე ესეთ სასიამოვნო ადამიანი, სასიამოვნო გარემოები და რომ გაიღიმა აი საოცარი კბილები, აი საოცარი კბილები. და თან იზახი ჩვენი ექიმი. კარგი შეგრძნება. აღწევი ისეთი ამ ივესალმეთ რაღაც მეგობართან იყო გამოცნო რაღაც ვისაუბრეთ და მეთქი ხო კარგად არის ყველაფერი ხო ყოფილი ხართ ხო რაღაც და კიო აქო ძალიან კარგი არისო ძალიან კარგად თო ეს ექიმებსო ყურადღებას მაქცევენო ყველაფერიო კარგად არისო და აი ძალიან კმაყოფილი ვარო ხო და აი აუმაღლდი 1-2 რაღაც ხვდები აი აქო ძალიან კარგ სპეციალისტთან ვიყავიო და იქ გავიკეთეო ეს კბილები მეთქი აბა მეთქი და თქვენო ვალერი ექიმებო 1-3 წლის წინო ბებია დადიო და თქვენთან მას გაუკეთეთ კბილები და იქიდან მახსოვხარ რომ ჩვენი ექიმი სულ სხვა სურათი დაიღარა ბოლოს საერთოდ მაგასავი კი ბატონო ისე ვალერ თუ მოსულა მაგალითად ესეთი პაციენტი რომ აი შეწუხებული რა შემოსულა და უთქვამს რომ ექიმო კბილი კი არა ქუთაისი მტკივაო ანუ ასეთი პაციენტი რა თქმა უნდა აი თან გულით რო ტკივა ხო რა ეგეთების ქუთაისელს ტკივა ქუთაისს ამერიკულმა შოუ ბიზნესმა დაამკვიდრა ცნობილი გამოთქმა ჰოლივუდის ღიმილი, ხო? არის ეს ყველასთვის ცნობილი. საქართველოში აი მაგალითად რავი, რისი ღიმილი არსებობს, ან ვისი ღიმილი არსებობს? თუ არის რამე ეგეთი. საქართველოს ყვერის ვაჭრის ღიმილი. ყვერის ვაჭრის ღიმილი, კი. რა ყვერის ვაჭარი ვით იღიმებიო, კი, ძალიან ცნობილი ბრატა. კომპლიმენტია. ამერიკა ვახსენეთ, ჰოლივუდი ვახსენეთ. თუ იცით რა საერთო აქვს სპაიდერმენს? ადამიანობობას და იმ ადამიანს, რომელსაც კბილის ტკივა. რა თქმა უნდა. კედლებზე დადის. კედლებზე დადის ორივე, კი ბატონო, მართალია. კი. ახლა თქვენ ის მითხარით სტომატოლოგებს უკბილო ხუმრობებზე თუ გეცინებათ? არა. არა. ასე მაშინ აქ ერთი კაცია მოსული. ასე ამბობს სტომატოლოგი ვარო. აჰა. ხო და თქვენს რეაქციებზე მივხვდები უკბილოდ ხუმრობს თუ არა? შეიძლება არც იცნო. როგორ ხარ კოლეგებო? გათავხედებო, გამომაგდე სტომატოლოგიიდან. მე ვიყავ, მე ვაფშენდი კბილებს, სად იყო ვალერია ჟორჟოლიანი. მოგესალმებათ პირველი სტომატოლოგი, რომელსაც სახეჭი კბილები თვითონ გააჩნდება და დასახეჭი არაფერი არაა, ჯიმიჯაბასია მესაჭეს. როგორ ხარ ბოდიში? ცოტა შემაგვიანდა ჩემი პაციენტი შემოგზაგე. შემოსასწრებში და რო გამიღიმა, ცოტა შეუძლოდ გავხდი. არისო კაი ნამუშევარი. მოგიყევი რა როგორი სტომატოლოგი ხარ? პირველი სტომატოლოგი ვარ, რომელსაც კარიერა და კარიესი 20 წლის ასაკში დაეწყო. კარიესი, ახლა კარიესი აწუხებს კაცო მომავალთაო მე მაგალითად ბავშვობაში ისეთი კარიესი მაწუხებ და ჯარიდან დამტოვა კარიესმა. გიჩვეო ბატონო. რამე კითხვა თუ გაქვს კოლეგებთან? ვალები, რა მინდა რო გიცხარ ხო? როგორც პროფესიონალი. ქვედაკბილების, ზედაკბილებზე მიდის თუ? არა, ხო? მიცვალე ვერ ჩავსვი. არ წევიდა, ბიჭო, ვალერი ახლა მე იქანა გევიკეთე, თქვენთან კაი კბილები გევიკეთე, ძვირიანი კბილები მაგ გაკეთე. ისეთი ძვირიანი კბილებია, ჩემი სიმბავლის სახეზე მაგ გაფორმებული თუ არა, საგადასახადო შეიძლება დამარგეს, ვიო. მომისმინე.
რაიმე მეთოდი თუ გაქვს ნარკოზი, ანესთეზია, მე ვაკეთებ ყველაფერს, იმნაირი ნარკოზი მაქვს, გვაძინებ პაციენტს. საერთოდ ვერ გებულობს კბილის სამოგებას, არა, ტელეფონსგე როგორც წევიღებ ხეს ეგრევე ხვდება. ხო, კი ბატონო. მე კბილის სამოგების დროს ყოველთვის ის ფრაზა მაქვს ხოლმე, თაგვო, ჩემი გლახა კბილი შენ, შენი კაი კბილი მე, მაგრამ ფილტრიანი სიგარეტის საშუალება თუ გაქვს, არც მაგაზე არ ვიცი. დავასწავლე, კი ბატონო. კი. ეს თავს მიმართავთ. კი ბატონო. სხვა მიხვალ ამათთან. ხო, კაი, რაღაც კარგად აკეთებთ ყველაფერს, მაგრამ კბილების გათეთრება ხალხო. ხო, რა იყო? კატასტროფა. მართლა? არ არის, ბიჭო, არა, მე ახას, მე ჩემთან, მე ახალი კლინიკა გავაკეთე ჩემთან. ჩემთან 3 ლარი ჯდება კბილის გათეთრება. 3 ლარი რანაირად? რა ფერ გიორგი და შევაყენებ ლარიანებზე, ლარის კაფი, ლარის წყალი და სვილი გათავლენ ეგ არის. 3 ლარი, თუ დააპაუზებ, შეიძლება 2 ლარს გაგეყოს სვილა და ეგ. რა კაი. ბიჭო, ბატონ. ჯიბი, პაციენტებზე გვიამბე, რა მე ვიდა, ბიჭო, უკმაყოფილო პაციენტი მოდის, ჩაბოვი, ჩამისვი კბილი, შეოჯახა შენებულო, სხვას თუ არა მოუღე, შენ აფერ ჩაგისვა. აბა, არ ხდება მაგი. სნობისთვის ერთხელ პაციენტი მომივიდა და ისე დაშორებული ქონდა. ქუთაისში დაიკო, შენ გეხუთუნე სოფო, მე ისე დაშორებული ქონდა კბილები ერთმანეთს, რომ შევხედე, როგორც მე და სელმა ჰაიკი ვიყავით, წლების უკან დაშორებული, ისე დაშორებული. მომისმინე, უკმაყოფილო პაციენტები ყავს ჯიმი? მიჩივლა ერთმა, ვიგინდა რა მიჩივლა, ვიდა. იგიო ჯაბოვიჩმა ოქროს კბილი ამომიღო, ვიჯო. ვა, დაგიჭირეს? რა დამიჭირეს, გამოძიება მიყვა და ვერცხლის ყოფილა. არ ყოფილა, ოქრო. შენ შეცდი. ხო, ზოგი პაციენტი ხო მე მოდი ჩაბოვით გრძილები მაწუხებს არც მე არ მაქვს დაია დალაგებული ცხოვრება მაგრამ ვაწუხებ ვინმე ხო ერთხელ პაცი სხვათაშო აიმე ფესვის ამოღება ვალერია რართული ერთხელ პაციენტი მევიდა იმ ხელაზე ჩევედი კარი ღრმად იმ ხელაზე ჩევედი საფული ამოვაცალე ჯიბიდან ვერ გეიგო კი ბატონო. ჯიმი, ამჟამად რა საქმით ხარ? სამცალიავის საქმისთვის ქვეყნის საქმე მაქვს, იო, დამანებით. კაი, საინტერესოა ცნობილ ადამიანებთან გეკნებოდა შეხება რა. მეგი გოგიდიძე უსაყვალესი მომღერალი. სხვათა შორის მეგი გოგიდიძე მე როდესაც ნაცემი ვნახა, მაშინ დაწერა ის სიმღერა. ჩაბოვიჩის წინაკბილებს ვითვლი 1 2 3 ეუ 3 2 1. ეგ. სხვათა შორის გიო შენ თუ გიდა ჰოლივუდის ხიბილი ძალიან ხშირად აღნიშნე, ეხა მე ედვარდ ნორტონს უსვრი და თუ გიდა ჩაგისვამ შენ. კი ბატონო. გია დავითიანი, ალილოს მომღერალი, ხო იცი? კი. სამფრედესიული კაცია მაგი. ვერ გავაჩერებია პირი ღია, ვერ გავაჩერებია, ვიო. მაგრამ როგორ დაიწყო ის სიმღერა? მაშ მოდი ჰე და ჩოუსი მაჯიკილე. ხო. კი ბატონო. კარგად უსმინე გამო. კი ბატონო. ჯიმი გეხვეწები რა აი რაღაცა. დიდი სტომატოლოგის გვიხსენე რა. ბაბუაჩემი ჭიკუაბესაძე უსაყვა მაგან შემეიტანა სტომატოლოგია თავიდან მაშინ და ძაფის კარებზე გამოდება მაგისი იყო აბა რა და ოდრი ჰერბერგი ხო იცით? ვინ? ოდრი ჰერბერგი. მაგას ჭიკობუთხრა თავიდან ყვამლი შეიბუგე და გაგიჩერდება. კი ბატონო. ბავშვობაში ასე ხო იცით, მოშე რო გიკმენენ ხელზე და საათიაო. ბაბუაჩემ ერთხელ რომ იკმინა ხელზე, რო დავხედე 7 წაკ და 22 წაკ. ისე ხოდა, გილების. ზუსტი. კი ბატონო, მაგრამ ისე ახლა გენეტიკაა, ყველაფერი იყვებოდა რომ ბაბუა ახლა კბილების ანაია სოფია როტარუსთან ვარდი რომ გიმქოდა კბილით. ასე ვარდები რომ ეჭირა კბილით, ისე მომპარეს ვერ გევიგე ვერაფერი. არ მე კი ბატონო. კოლეგებო, ბაბუაჩემ იყო სტომატოლოგი. თქვენ რა ის სტომატოლოგები ხარ? ვალერია ჯორჯოლიანი, აი სტომატოლოგი. ბაბუაჩემის ფოტო, ვალერია შეხედე 6 კბილი ზევით, 3 ქვევით. არა, მეიცა 3 ზევით, 6 ქვევით. ხო, ასე ხო. ივად. ხო, არა მე. ივად. მერდულად ხო, ასია. ხო, რა კანა ანთება შენჯი. გელაგნური. რავალ პროფილურია ჭიკო, ხო? ეს მე როდის მახსოვს, იცი? როდის? ეს კარიესის პიკში რო იყო, მაშინ მახსოვს. კარიეს თუ კარიერის? ხო, თუ კარიესის. აბა დამირეკა 2 დღის უკან რაღაცა მაწუხებსო და მეც მოდიშ დაია. აღარ მოხვიდე ჩემთან, დამიღები პირი. რა, მანახე. არაფერი არა, კარაბე. ხო, კაი, წევედი, აბა კარგი, გიო, მომეცი ეს სანდომი, ეს არტის გაგეს, არტავს გაგეს. აგერ ბატონო. ეს არის მაგარი. აკაია სანდომი, აბა კარგად ბრძანდებოდა. კარგად ბრძანდებოდა. მე როგორც მივხვდი იცანი, ხო? კი. ხო? ასეთი ესე ჩვენი კოლეგა არის, ანუ ადასტურებს. ცნობილი ექიმია ძალიან. სხვათა შორის მეგობრებო, რაღა დაგიმალოთ და ბავშვებს ბაბუაზე ცნობილია.
ჭიკოზე ცნობილია თვითონი, ხო? კი. ის ჭიკომ დანერგა ზოგადად საქართველოში სტომატოლოგია, კი ბატონო. მე თვითონ ვერ მოესწრო, მაგრამ დანერგა როგორც ვიცი. შვილი დატოვა. ხო, შვილი დატოვა. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა კი ვიცოდით რომ ზოგადად ექიმებს კარგი იუმორი აქვს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. არაჩვეულებრივი ადამიანები ხართ, პროფესიონალები რო ხართ თქვენი საქმის. ეს ისაც ვიცით და ჯიმიმ არაერთხელ ახსენა სხვათა შორის და მეც მინდა რომ რაღაცნაირად უსაჩუქროთ არ გაგიშვათ აქედან და ჩვენი გადაცემის პარტნიორია კომპანია სანდომი. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი და საჩუქრების გარეშე სანდომმა რა თქმა უნდა იზრუნა რომ არ წასულიყავით ჩვენი გადაცემიდან და აი ინებეთ მე მოვალ თქვენთან არა სანდომისგან ეს არაჩვეულებრივი საჩუქრები თქვენ ინებეთ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ძალიან კარგი იყო მე მგონი შედგა ხო სტუმრობა რა სიტყვით ჩვენიერი კი ბატონო და ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ სტომატოლოგები ვალერ ჟორჟოლიანი სალომე ჯაჭვლიანი და სოფო დალალიშვილი აპლოდისმენტები მოგესალმებით იმედზე სტუმრად ქართველი მომღერლების იმედი მოვიდა მეგობრებო. მაშ ასე შეეგებეთ კომპოზიტორი ბატონი ზურაბ მჟავია. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ბრძანდებით? კარგად. კარგად, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი არის, როდესაც სტუმარი კარგ განწყობაზეა. მე ჩვენც უფრო გვიადვილდება და მაყურებელზეც რა თქმა უნდა გადადის ეს განწყობები. ბატონო ზურაბ, მინდა სტუმრობა ახლა პირდაპირ თქვენს დიდებულ სიმღერებზე საუბრით დავიწყოთ. ესე იგი, ხმალი ავლესოთ ქართველებო. ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო. ვაზის სიმფონია. აღმაშენებელი თბილის მობრძანდება. ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო. ნუ მწერ ჰიმნი ახალ სიცოცხლეს დეკემბერი და ესე იგი ამგვარად ხართ მჟავია და რამდენი ტკბილი სიმღერა დაგიწერიათ ბატონო ზურაბ. აბა გითხარით ესე იგი გვარი მჟავია და ამდენი ტკბილი სიმღერა. სხვათა შორის არ გიფიქრეთ ამაზე? არ მიფიქრია, მაგრამ ერთი რაც არის ფაქტი, ყველა სიმღერა იწერება იმ დროს და ისეთ ხასიათზე, რა გამოძახილიც გულიდან გაქვს. კი ბატონო. შესაბამისად თუ იმ გავაგრძელებთ იმ ხას ეთყობა კარგ ხასიათზე ვიყავ. ზორი გამოძახილი იყო შესაფერისი და შესაბამისი და მე ესეთ დიდებული სიმღერები შეიქმნა. მართლაც რომ დიდებული და საოცარი. ბატონო ზურაბ, სხვათა შორის იმდენ კარგ მომღერალს აქვს თქვენი სიმღერა შესრულებული და იმდენი კარგი სიმღერა გაქვთ დაწერილი, რომ არა თქვენ, ალბათ ქართული შოუ ბიზნესი მარტო ბიზნესი იქნებოდა. აბაზეც არ გიფიქრიათ. მაგრამ მე ვიძახი და ვიძახი. კაი ხუმრობა, მაგრამ კლასია. არ უნდა იყოს ჩემს იმედზე შოუ ბიზნესი. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი იმედი რომ აიძანდებით ბატონო ზურაბ, ასე ხომ დასუსტებით შეგვიძლია ვთქვათ. სხვათა შორის ერთ ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა გავიხსენო, ინგლისელმა მომღერალმა ტონი ომეილმა თქვენი სიმღერა ქართველების ერთად ყოფნა საკუთარ რეპერტუარში ჩართო და ხშირად ასრულებს თანაც ქართულად. კი. ხო? ბატონო ზურაბ, როგორ მოახერხეთ რომ ეს ინგლისელი კაცი ქართველების ერთად ყოფნას ეხვეწება ღმერთს. ანუ ეს რადგან მოახერხეთ რომ ინგლისელიზას ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო. ხო ჩვენი მეგობარია. ჩვენი მეგობარია და შესაბამისად იმიტომ უნდა ის რაც გვინდა ჩვენს. რაც გვინდა ჩვენს. ანუ ჭეშმარიტი მეგობარი ყოფილა. მართლა კარგად შეასრულა და სხვათა შორის იყო ესეთი საუბარი რომ ხوار უთარგმნოთ, გადაუთარგმნოთო და კატეგორიული ვარ არა ქართულად უნდა ვიყო. იყო ეგ ვარიანტი რომ გადათარგმნის. ის შევთავა მე ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა ეგ მითხრეს რომ ესე იყო ხوار თარგმნოთ თანო კიდევ. არა ქართულად იყოსო ჯობსო და რა ვიცი ისე კარგად შეასრულა რომ
მართლა მიიღო მართლა გულით. მართლა გულით და მართლა ეს წელსაც ქართველებს მიულოცა თავის სიმღერით უკვე ინგლისიდან ესეთი ვიდეო გზავნილი იყო. ნათქვამი გაქვთ ესეთი რამ რომ ჩემს ოჯახშიო ყველა არქიტექტორი იყო და მეც ყოველთვის მინდოდა არქიტექტორი გამოსულიყავი. ყველა არა ცოტა გაზვიადებულია. დედა და დეიდა იყვნენ ინჟინრები, არქიტექტორები, მაგრამ იმდენად ჩაფლული იყვნენ ამ ნახაზები, ისინი პროექტები, სულ მაინტერესებდა ხოლმე ბავშვებისაც და ბავშვობის ყოველთვის მინდოდა გამოსულიყავი არქიტექტორი და ჩვენ დიდებული კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ხელდასმით გავხდი კომპოზიტორი. ასე შემთხვევით შევახვედრეს ერთმანეთს და არა უნდა სწადო. იყოს ოცნება ისიც იყოს და ესეც სწადეო და მართლაც იმ წელს ჩავაბარე კიდეც და ერთი გზა რეზო ლაღიძემ დამილოცა და რა თქმა უნდა. ეს და მადლობა ღმერთს რომ ეგრეც მოხდა ჩვენს ძალიან გვიხარია უკვე, იმიტომ რომ ეს თავის დროზე რასაც ახსენებთ, როდესაც მოხდა. თუმცა შესაძლებელია, ესე იგი, ესეც ვთქვათ, რომ ბატონ რეზო ლაღიძის მოსმენა, ესე იგი, სასიამოვნოც ყოფილა და სასარგებლოც, ნამდვილად ასე ვთქვათ. მაგრამ ფაქტობრივად ახლა ბატონ ზურაბ, ნახეთ არქიტექტურა. ანუ თქვენ ხართ პრაქტიკულად არქიტექტორი, იმიტომ რომ ქართული შოუ-ბიზნესი რო აშენდა, ხო გაქვთ თქვენ აქ უდიდესი წვლილი შეტანილი, რა თქმა უნდა და შესაბამისად ხართ არქიტექტორი და ასე რომ არ შეიძლება იმის თქვა ამის უარყოფა. ამბები ახლა უამრავი ხიარული ამბავი იქნება თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ბატონო ზურაბ. ერთ-ერთი ან ორი ან ერთი უნდა გამოგტყუოთ რამენაირად. თუ გახსენდებათ ოღონდ. თუ არ გახსენდებათ? გახსენებ, მაგრამ აი შეკითხვა. არის ხოლმე ხა. აბა თქვენს რამე თუ ესეთი რთული შეკითხვა. აი შევითიშები. ყველაფერი აღარ მოხდა. ყველაზე რთული შეკითხვა, მეც გეთახვევით, მეც მათ შორის სხვაგან მეკითხება, მეც აღარ მახსენდება ხოლმე არაფერი. ერთი ისტორიას გავიხსენებ, კონსერვატორიის სტუდენტი ვარ. დიახ. და ჩვენი ხალხურ სიმღერას მარტო კომპოზიტორების კლასში კითხულობდნენ, ეს პირველიდან მეხუთეს ჩათვლით. ყველა კურსი იყო. ერთი სადღაც ესე 20-მდე ვიყავით. და ჩვენი პედაგოგი იყო ანზორ კავსაძე. ეს კახი კავსაძის ძმა, ძალიან ცნობილი ლოდბარი. და ეხლა რო ვიმღერებდით ხოლმე ხალხურ სიმღერას ვღეროდით. ყოველი დამთავრების ესე ეხლა როგორ მოუხდებოდა ამ სიმღერას, კაი პურმარილი. ნუ ერთხელ როგორ მოუხდებოდა კაი პურმარილი. აი ესე თავდებოდა ჩვეულებრივად და ჩვენც გავიხსენებთ, ერთხელ მოვილაპარაკეთ, კაცო. მოდი სინჯოთ ისე კაი პურმარილი იქნებდა ამარ მართლაც მოვილაპარაკეთ ყველა ჩვენი წილი რაღაცა მოვიტანეთ და დამთავრდა ლექცია და ბატონ მანზორმა როგორ მოუხდებოდა და უცე ამოვიღეთ და დავალაგეთ მაგიდაზე გადაიგე რეაქცია შეიძლება გამით სამსახურ დამატებებინებელ მოვკიდეთ ფერი ამ ყველაფერს ხელი გავედით გარეთ და იქ გაგრძელდა რა თქმა უნდა ესე ფაქტის წინაშე აუსრულეთ ესე იგი ეს შეძახილი ხო ფაქტის წინაშე დაკერეთ იქ არაო თანავას ყოველთვის ამბობდა ისეთი სიამოვნები და რო დაინახა მართლა იყანეთ სამსახურ დამაგარეთ ძალიან ნუ ერთი მახსენდება კიდე ადრე ეხლა ისე ძალიან ბევრი არის კერძო ტაქსი. კი ბატონო. მაშინ იგზალებოდა ეგ ჩემს ახალგაზრდობაში. სადაც 15-16 წლისა ვარ და მე და ჩემი ძმა და დედა გავედით სახლიდან და ვიჭერთ ტაქსი. არ არის ტაქსი არ ჩანს ახლა. არ დაგვაგვიანდება. ჩემი ძმა ამბობს, შორიდან მოდის ხედავს მანქანა. ისო მოდიო ჭიჭიკო გავაჩერესო და ჭიჭიკოს ეძახდნენ კერძო მანქანებს, რომლებიც ტაქსაობდნენ, მაგრამ ისე ჩუმად. ჭიჭიკო. აი გავაჩერო ჭიჭიკო მეთქი. და ჩემი გააცეხლა და თან ნერვიულობს. ბოლო დაუწიეთ ხელი, ჩავსხედით და წავედით. უთხარით მისამართსაც მივიდით და რა სხვა გზით დააპირა წასვლა. და
დერაჩემი წინ ზის და ბატონო ჭიჭიკო ანგლი კი არა ინგლისად უფრო ვალეთი ვაწება სეგოთა ბატონო ჭიჭიკო ხო ნუ კი არა ბავარია მოუთა ისეთი სიცილი ატეხა საჭე გაუშვა ღელი და ბატონს ერქვა ჭიჭიკო ხო ჭიჭიკოზე ბატაშორის ამ ისტორიის შემდეგ და რო ნახავ ხალხი არ გაგიკვირდეთ რომ გამოჩნდეს რაიმე კერძო ტაქსების კომპანია შემდგომ რომელსაც ქვია ჭიჭიკო იმიტომ რომ ძალიან ცნობილი იყო ყველას მაშინ ვინც ჩუმად ეს ერქვა ჭიჭიკო კი ბატონო ძალიან კარგი ბატონო ზურაბ სხვათა შორის ჩვენ გვაქვს თქვენთან ერთი თხოვნაც და არ ვიცი რამდენად სიურპრიზი იქნება რომ სიმღერა რომელზეც წეგან ჩვენ საუბრობდით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო ჩვენს მეგობარს აჩიკო ნიჟარაძეს რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ და ამბობთ რომ აი ორჯერ გრან-პრი აიღო სხვადასხვა ქვეყანაში ამ სიმღერით გასახელა თხოვეთ რომ ჩვენთანაც შეესრულებინა თქვენის ნებართვით ეს სიმღერა და თქვენ თუ წინააღმდეგი არ იქნებით რასაბოთ თქვენთან ერთად ჩვენ დავთქვეთ და მოვისმინოთ დიდი სიამოვნებით და მანამდე მადლობა მინდა მე გადაგიხადოთ თქვენ მობრძანებისთვის არაჩვეულებრივი სტუმრობისთვის და ძალიან გამიხარდა პირადად თქვენი გაცნობა და სტუმრობას თავისთავად ხო რა თქმა უნდა მაყურებელსაც დარწმუნებული ვარ მაშინ თქვენ აქ ბრძანდებოდეთ და აჩიკო ნიჟარაძეს ვთხოვ რომ კიდევ უფრო გაალამაზოს ჩვენი დღევანდელი საღამო გამორჩენილია შენ მიხმედა თავს გახლებერთო ხას უსინჯავს სიტყვას როგორც იარაღს ჩემს საყვარელს იადონებს ვერ თმო კახელების კახელობა კი არა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო იმერლების იმერლობა კი არა გურულების გურულობა კახელების კახელობა კი არა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე ღმერთო გამორჩენილი არა შენ მიხმედა თავს გახლებერთო თქვენთან ერთად გაზაფხულმაცი არა მათ რაც ჩვენში ვინ აგადრებს ეთროს მარტო ჩემი ჩემი სიყვარული კი არა ქართველების ერთად ყოფნა და მილოცე
გალია იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამ სტუმრობას კიდევ უფრო ალამაზებდა აჩიგო ნიჟარაძე აპლოდისმენტები.